ფრენის დაწყებისას და დამთავრებისას ჩვენ ვასრულებთ სტიუარდესას მითითებებს. მათ შორის ერთ-ერთი კი ილუმინატორის ჟალუზის გახსნაა. ბევრს გაუჩნდებოდა კითხვა, რატომ არ შეიძლება მათი დატოვება დახურულ მდგომარეობაში? პასუხს კი ახლა გაიგებ. ილუმინატორის მიღმას შესაძლოა შეამჩნიოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. აფრენა დაждდომა ყველაზე ავარიული და სახიფათო მომენტია მგზავრობისას, როცა ეკიპაჟი ყველაფერს მაქსიმალურად უნდა აკონტროლებდეს. ილუმინატორის მიღმა ჩანს რა ხდება ბორტზე, ასე რომ მგზავრსა და ბორტგამცილებლებს შეუძლია დაინახოს თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება და შეატყობინოს ის საჭირო პირებს. დღის შუქი მატებს მხნეობასა და გამბედაობას. თუ ფრენა ან დაშვება დღის მონაკვეთში ხდება, თვითმფრინავში განათება გამორთულია. ამიტომაც ილუმინატორი კატასტროფის დროს სინათლის ერთადერთი წყაროა. თანაც დღის სინათლეზე ადამიანი კარგად გაიცნობა თვითმფრინავს, ამიტომ რთულ სიტუაციებში ორიენტაცია არ გაუჭირდება. მაშველები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ავიაკატასტროფის შემთხვევაში მაშველები ღია ილუმინატორებში დაინახავენ რა ხდება თვითმფრინავში და დასახმარებლად სწორ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ჟალუზის აწევით თავს ტრავმისგან იხსნით. ილუმინატორის პლასმასის ჟალუზი შესაძლოა ტრავმის მიზეზი გახდეს. ავარიული დაშვების დროს ჟალუზი ტყდება და შესაძლოა დაგიზიანოთ სახე ან სხეულის სხვა ნაწილები. ინსტრუქციის თანახმად, ეკიპაჟს ევაკუაციისთვის მხოლოდ 90 წამი აქვს. ამიტომ არ ღირს ფრენის დროს წესების დარღვევა. ილუმინატორის გახსნა არც ისე რთულია.